მოგესალმებით მეგობრებო, მონოლოგს დავიწყებთ სასიამოვნო ნიუსით. თბილისის მერიამ 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ფინანსური დახმარება 10,000 ლარამდე გაზარდა. Yakarki ambavuya gacho genacვალოთ ნიკაბაბუა და პაპა. ოჩარ. რამდენი ხერბანა გავახსენე შენ? აშექვში. კარგია. ომში ხარ შევთან შენ აშოჩ. ხუმრობა იქეთ იყოს და შენ რა გენაღლება ჩემო ნიკოლოს 59 წელი დაგრჩა და მე სად ვიცადო 54 წელი არ ვიცი ისე ორივე ერთად რომ მივიდეთ მერიაში 10,000 ლარს ხო არ მოგცემდნენ შემთხვევით აი ჯამში 103-ის გამოვიდიოთ და მაგთვალსაზრისით ორივეს ერთად რას მოგცემენ არ ვიცი მაგრამ ცალკე კი მომიღუნია 5,000 უკვე თანხებში რო გადავიყვან ვასაკი ასე გამოვა თანხებში თუ გადავიყვანთ მაშინ აწი ალბათ ასე დალოცავენ ადამიანებს იცოცხლე 10,000 ლარამდეო იცოცხლეთ 10,000 ლარამდე ფოთაშორის 2-3 წელიწადში დიმასაც უწევს 10,000 ლარი კაცანი ჯიმეში რა გენაღლება მშვენიერი იზე რა ცუდია რომ ეს წესი მარტო თბილისშია რეგიონში რო ცხოვრობდა ტყუილად რო ხდები 100 წლის არავინ არ გიფასებს 100-ია გენაცვალე ახლა გადავიანგარიშე ჩემო კარგო და ბანკის ვალები რო გავიშტუმრო მინიმუმ 300 წელი უნდა ვიცოცხლო ვინგიშრის თანაც ისე სწრაფად გაიფრეს ეს 300 წელი თვალის დაკავკავებაში ხუმრობის გარეშე ვუსურებ ჩვენს მაყურებელს დიდხანს სიცოცხლეს რა თქმა უნდა გვიყურეთ ჩვენ რადგან სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს და გპირდებით რომ ეს პრემია მილიონამდეც გაიზრდება აი ჩვენ რომ მართლა მოგვიწევს მანამდე კი ვიცი აუცილებლად ასე იქნება კი ბატონო მე კი შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და დიდხანს სიცოცხლის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოსიტაშვილი ენაცოლეთ ახლა კი თემა სახელწოდებით ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. ჰაკერებმა სატრანსპორტო პროგრამა დააჰაკეს, რის შედეგადაც ხალხი მგზავრობის საფასურს ვერ იხდიდა და უფასოდ მგზავრობდა ავტობუსით. ეს რა კვირა დაუდგა თბილისელებს. ჯერ 10,000 ლარი პრემიაო და ახლა კიდე თლად საოცრება დაემატა უფასო ავტობუსი. უბრალოდ უფრო ცითაობის ადამიანები დისკომფორტსაც გრძნობდნენ. ერთმანეთს თანხას რო ვერ უხდიდნენ ავტობუსში, ხო იცი როგორი წესია. ერთი დღით დაიკარგა თბილისური ტრადიცია. აი ეგ არის უბრალოდ. მოკლედ ამ ფაქტის გამო იმ დღეს თბილისი გაივსო ბედნიერი მგზავრებით და დაბრეული კონტროლიერებით. ისე ეს ჰაკერებიც მაგრები არიან. სატრანსპორტო კი არა, საბანკო პროგრამა დააჰაკეთ, კაცო. ავტობუსის ფული კი აქვს ხალხს, იპოთეკის არა აქვს, ჩემო ბატონო. ან ბანკი თუ არ გამოდის, რესტორნები მაინც და უფასოდ ვიქეიფებთ, რა პრობლემაა, შეგინოცვალე. ესე იგი, შენ სულ კეიფზე რატო ფიქრობ? ხანდახან ბანკზეც იფიქრობ, ხო და იმას ვამბობდი, გადახდის აპარატი არ მუშაობდა და მუსიკა ჩაირთო. მუსიკის გაშვებას თუ შეიძლებოდა ეს რომ ძღოლებს ცოდნოდა თაკამდე სულ ქსოვრელები ეკრებოდა თაკამდე. კი ბატონო, სხვათა შორის გოგიამ რო გაიგო უფასო ავტობუსიო, იმ დღეს მოვიდა სამსახურში. არა, არ მუშაობდით, ჩაწერა არ იყო, მაგრამ ავტობუსი იყო უფასო და მოვიდა კაცი, რა გინდა. სანამ ჩვენ ავტობუსით დავქროდით უფასოდ, მანამდე კვარას პირველი თამაში შედგა პარიზ საინ-ჟერმენში. ფრანგი გულშემატკივარი ძალიან მაგარი მომზადებული დახვდა ჩვენს ბიჭს. მთელი სტადიონი სკანდირებდა მუჩო რექცია კვარაცხელია. კი ბატონო, ზოგი გულშემატკივარი კვარას ეძახდა დეგოუ. მე გამიხარდა იხელა კაცი ადარეთქო და თურმე გოლს ითხოვენ ასე ეგენი არის. გოლი თუ არა ამ ეტაპზე, მაგრამ საგოლე პასით კი გამოირჩა. თუმცა ჯერ დროს ჭირდება. იმდენად არა, ჯერ ახალ გუნდს მიჩვეული რომ ჯერ კიდევ ლუკაკუს ეძებს სტადიონს. ასე იყო თუ ისე, იმ დღეს კვარა გახდა პარიზის სავიზიტო ბარათი, ანუ მასთან უფრო მეტი ფოტო გადაიღეს ვიდრე ეიფელთან.
თანაც იმხელა ხმაზე ყვიროდნენ კვარაო მარსელიდან დარეკეს დაგვაზინო. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გითხრათ მეგობრებო და ყურადღებით თუ შეიძლება. 2001 წელს რონალდინიო გადავიდა PSG-ში და 2002-ში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ბრაზილია. კი ბატონო, 2017-ში უკვე მბაპე გადავიდა. ისიც 7 ნომრიანი მაისური და 2018-ში საფრანგეთი გახდა მსოფლიო ჩემპიონი. კი ბატონო, 2021 წელს კი უკვე თავად მესი გადავიდა PSG-ში და იქ 2022-ში არგენტინამ რაც დაატრია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჩემო ბატონო. ხო და რა უნერვიულობთ აქ მსოფლიოზე გავალთ თუ არაო? გავალთ კი არა, ჩემპიონობისთვის ემზადე ქართველო ერო. მაგარი დამთხევა ისე და რო აგვიხდეს ახლა არ იქნება სასწაული. უი, შენ შაქარლაბატარფანი. ევროპული სტადიონების გარდა უკვე ამერიკის რინგიც დავიფყარით. UFC-ის საუკეთესო ხუთეულში 2 ქართველი მოხვდა. მერაბ დვალიშვილი და რა თქმა უნდა ილია თოფური. ყოჩაღილია, ყოჩაღ მერაბ. ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოთ. დანა ვაითმა თქვა, თანაც ქართული. ხო და მგონით როა ლოგოზე UFC ქართულად დააწერე. შენი ხურე ჯობატა და 5-დან 2 ქართველი 40%-ია ძმაო. კი ბატონო. ანუ ეს სპორტულადაც მაგარი ამბავია და მათემატიკურად. UFC-ის ფედერაციის პრეზიდენტს უთქვამს 3 ქართველიც და გავდივართ. სხვათა შორის ბევრიც არ დააგვიანდება. აგერ 9 თებერვალს თოფურია ძმასაც უნდა ეჩხუბა, მაგრამ მოწინააღმდეგე აიტკივა რაღაცა და არ გამოდის. ახლა დაიმართება ყველა. ხო, არა უშავს. ამ ეტაპზე დამიჯერე 2 საკმარისია. ხუთეულში 2 ქართველი მოხვდა და ამისთვის ბევრს მოხვდა კეფაში. ხოლო რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ის ერთადერთი მებრძოლია, რომელიც UFC-ის რეიტინგში ჩერეს მექსიკით მოხვდა. ახლა კი სპორტული კლიოზნიკობა. დიახ. შეიძლება ასე ითქვას. აზერბაიჯანი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უხარისხო მედლების ჩანაცვლებას თხოვს. ეთქობა ოქრომ დაუწუნეს, ეს 585 სინჯისაა და ჩვენ 3 ცხრიანი გვინდოდაო. მართლებიც არიან მე თუ მკითხავ. სად ოლიმპიური კომიტეტი რო შეემოწმებს ოქროს ხარისხს და სად ბაქოელი ოქრომჭედელი ბახრაბა კბილები. რაც შეეხება ვერცხლს, აზერბაიჯანელმა შეუთვალეს მედალი გაშავდაო და იქიდან შემოუთვალეს ნაღდი ვერცხლი შავდება ძმაო. აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა როგცოდნო და ასეთ უხარისხო მედლებს მოგცემდით, პირდაპირ ტემუდან გამოვიწერდით. ამდენს გერ ვივარჯიშებდით. ოლიმპიურმა კომიტეტმა ნაღდი ოქროაო, აზერბაიჯანის წარმოადგენელმა კი უპასუხა ნაღდი ოქრო ესაა ძმაო და უკანა 4 კბილია ჩვენ. ოლიმპიურმა კომიტეტმა თქვენ ვიყოფილ ხართ, ერთხელ მოიგეთ და ოქროს ხარისხს გვიმოწმებდა. ეგერ ტალახაძეც იმდენჯერ შევაპარეთ სპილენძი ხმარა მოუღია კაცს. მე გეტყვით სიმართლეს, სინამდვილეში მართლა უხარისხო კი არა, უბრალოდ იმდენჯერ გააფხეკინეს ლომბარდში გასასინჯად, გააცვდა და დაპატარავდა წონაში. რა ქარს? აბაზობაში ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ტრამპმა მექსიკას ყურე აუწია. ანუ ყურე აახია. ბარემ თლიანად მექსიკას დაარქვას ამერიკა და მექსიკელებს ამერიკაში გადაპარვა აღარ დასჭირდება. კი ბატონო. უკვე თვითონ ამერიკაში ცხოვრობენ. ეს ტრამპიც გამაგიჟებს, რომ ამერიკისკენ მიმავალი ყურე მაინც დაერქმია. მაინც მაკედან მიცურავენ ამერიკაში. ისე შეგვეკითხე ძმაო ქართველებსაც რამე ჩვენთვისაც უცხო კი არაა მაქაურობა რაღაცა რა ვიცი ყურეს კიდე არა უშავს თავარია მექსიკურ კარტოფილს არ დაარქვას ამერიკული კარტოფილი თორე შეიძლება მესამე მსოფლიო ომი აღდეს გეუბნები სხვათა შორის როგორც გავიგე ტრამპი ამის შემდეგ აპირებს თავის კონტინენტზე არსებული მტრულად განწყობილი ქვეყნების სახელების შეცვლას მაგალითად ვენესუელას უნდა დაარქვას ტრამპასუელა, კუბას კობა, ძმაკაცი ყოლია ქართველი ჩაინიკაო არ ვიცი ვინ არის, იმის საპატიოსაცემ. მაგარი ბიზნეს პროექტი განახორციელეს კოლუმბიაში. პაბლო ესკობარის პირადი თვითმფრინავი სასტუმროდ გადაკეთდა და ქირავდება. ესე იგი ტიპმა ფული შოვნის
რამხელა მემკვიდრეობა დატოვა. მისი ვადაგასული თვითმფრინავიც კი ფულს აკეთებს. პირველი ვინც შეყოთ, იცოდეთ, მტვერი არ გადაწმინდოთ არსად. ფრთხილად შეიკნოსეთ. ამიტომ მაგ სასტუმროში ჩაის რომ მოითხოვთ, ყურადღებით იყავით. შაქარიც ეგეთი ექნებათ. შესასვლელი. შესაბამისად, ეს ერთადერთი თვითმფრინავია, რომელიც თვითონ არ დაფრინავს, მარტო გზავრები დაფრინავს. ალბათ ამ სასტუმროში რომ შედიხარ, ბორტგამცილებელი გამოდის და პირობებს გიხსნის ცნობილი ჟესტიკულაცია. საძირებელი განთავსებულია, ორი ერთად გიხსნას. კარათა, ტუალეტი. ბატონო. და ორიული ჩასასვლელი აქეთ იქეთ. დამატებული ამბავი მე საშხაპე გვერდი. კი ბატონო, ერთი სიტყვით კოლუმბიაში ჩასული ტურისტების დასვენებაზე და გართობაზე ზრუნავს თვით პაუბლო ესკობარის თვითმფრინავი, ხოლო ჩვენ შოუში დოლ გარმონზე უკრავს და კეიფის ხასიათზე გვაყენებს ქსოვრელები და თვით გიორგი შოშიტაშვილი. პაბლო გიორგი ჩემო ნიკოლოზ, როცა ასე არის ხოლმე გამოვწკეპილი ჩვენი გიორგი, ხო ხდები რაღაცაში არის საქმე. ამ ამბავში მეც ურევი ვარ, იცი შენ. თქვენს დილობას გაუმარჯოს თქვენ. გიო, უთხარი რა გავაკეთეთ. შვენიერი სიმღერა, ეხლა ხო არის აკეიფო საღლაღობო სიმღერები ერთი. შენ შევკრიბეთ ბევრი. კი ბატონო, თანი ყველა ის სიმღერა, რომელიც შენ გიყვარს. ხო, ნაცნობი სიმღერების პოპურია, რომელიც ვიცი რომ შენ გიყვარს, შენთვის ავარჩია. ორ ბოთლს რომ გადაცდები ხოლმე და ასე რომ მიძახი, მიდი ისო, დავაჭერ ხელს და ყველაფერი ერთად გაივლის. მე ასე მოყოლით უნდა მითხრათ ახლა ეს. თუ დავჯდე და მომასმენინე. რა ვქნათ გიო? კი ბატონო. მოკლედ ჩვენს გადაცემაში ახალი პოპური გიოს შეთხზული, აკინძული, ქსოვრელებთან ერთად მეც რაღაცნაირად მივეშველე და პირველივე წამიდან ვიგრიალოთ პაატას და ნიკას შოუში. წავედი. შენ ჩემს გულში შემოიჭე ისე როგორც დილის ხივი წახვედი და თან წაიღე ჩემი გზნობა სიყვარული შორით გეტრფი დავიღელები მოცნების გზაზე მივდივარ ჩემი გულის წამალი ხარ არს კლავი ვითვალ სიმციმა გადავკიდავ გულის კარებს რომ გულიდან არ გამექცე რომ გულიდან არ გამექცე მოდი გოცნით ამოგიშრო ეგ თვალები მოციმციმე ეგ თვალები მოციმციმე გადავკიდავ გულის კარებს რომ გულიდან არ გამექცე რომ გულიდან არ გამექცე მოდი გოცნით ამოგიშრო ეგ თვალები მოციმციმე ეგ თვალები მოციმციმე მითხარ სად გეძებო მითხარ სად ახარ მითხარ რად მასწავლე რად ახარ მითხარ სად გეძებო მითხარ სად ახარ მითხარ რად მასწავლე რად ახარ არ ვიცი ღრუბლებმა რა ჩამოგვიარა რატომ გაგვიჩინა ორივეს იარა ბედმა რა გვარგუნა ეს წარებიალა ორივე სიმწარეს რატომ გვაზიარა დაბრუნდი რომ მე არ იყოს გვიანა იქნებ განიკურნოს ჩვენ გულშიარა სულ შეგვეცვა სიმწარე კი არა თბილი შეგვეცვალოს სიმწარე კი არა მითხარ სად გეძებო მითხარ სად ახარ მითხარ რად მასწავლე
სადახა მიხარ რად მასვალე რადახა გამომხედე სიყვარულს აგიცნი გამომხედე გამახსენე ერთად მოვთვის რო გამახსენე როგორ მინდა ჩემთან მოხვიდე შენაც მინდა ისე მოვიდე უშენობას ვეღარ მოვიდე შეცვალებს ვერ ვიწე ვახ რა კარგია მხარ ვახ რა კარგი უშენო დოცნება აღარ არის ვახ რა კარგი რა მხარ ვახ რა კარგი შენ რო ვარ დეცელი ჩემგან არის მომარიდე თვალებს მომარიდე სხვა შენსავით მე ვერ ვინგამიგეს ვერ გამატანცაც უშენს გამიწეს სხვა ყველაფერს დრო წაიღებს ვიხარ სამხარაზე ფიქრო გოგოშავ თვალ წარბიანო შენზე ფიქრი არ მასვენებს რომ ვიცი რომ დარდიანო შენს გენიავს გამოყვები ზადაგიგები ავარლებს უში მაგრა ჩაგიკრავდა დაგიბადავს ევდადალდებს ჩემთვის კი არ არსებობს ყოველი დღე შაბათია ყოველი დღე შაბათია როცა მოგვდე სამაგოლე ჩემი შავი ნაბადია ჩემი შავი ნაბადია ორ შაბათი შაბათია სამ შაბათი შაბათია ოთხ შაბათი შაბათია ხუთ შაბათი შვენი დღეა პარასკევი შაბათია შაბათი ხომ შაბათია შაბათი ხომ შაბათია შაბათი ხომ შაბათია ძვირბაცო ქალბატონებო და ბატონებო ჩემო მეგობრებო ჩემო ბატა ახლა კი დრო დადგა რომ სტუდიაში სტუმარი მოვიწვიოთ აუცილებლად. და მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს უთხრა რომ ძალიან საინტერესო ადამიანი ძალიან მაგარი ადამიანი უნიჭიერესი ადამიანი და ამას საკუთარი თვალითაც ნახავს უბრალოდ შემოვიდეს და გავიდეს თუნდაც და არაფერი თქვას მოდი ბევრი არ გავაგრძელოთ და მსახიობი ბექნუ კაფიარიძე გახლავთ ჩვენი სტუმარი გადასარევი ფონზე არაჩვეულებრივი მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და უკან მიხედებოდი მეთქი სხვა არ ახასიათებ ირმე ჩემზეა საუბარი აი ძალიან მიყვარს თავდაბალი ადამიანები მაშინ თქვენ ისაუბრეთ მე ეს რაჭული ისე მიყვარს ცოტას ვიცეკვე დაბალხმაზე გენაცვალე კეთილი იყო შენი ფეხი კეთილი ჩემს გადაცემაში ყოველთვის სასიამოვნოა როცა ჩემი კოლეგები არიან ხოლმე სტუმრად სახიობებს გულისხმობ. ჩემი კოლეგები ცოტა იშვიათად არიან, იმიტომ რომ ინჟინერ პოლიგრაფისტები და ნაკლები საქართველოში არა ვართ ბევრი. ესე იგი ბექნუ, ჩვენ სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ მე და ბექნუს ყავდა ერთი პედაგოგი ვინც ეს ხელოვნება გვასწავლა, რასაც არტისტობა ქვია, მსახიობობა. და ჩემ გიორგი შალუტაშვილს მინდა დიდი მადლობა უთხრა და უთხრა კიდევ რა გინდა რატომ დავგრუტე. მეც მოვიკითხო ბატონ გიორგის პატა მისე დაიწყო სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ მე და ბექნუს ყავდა
და რო გაიგზელებია ერთი შეყვარებული და ხოცავდით ერთმანეთს აქ რო გაგზელებული ყვა ბაგაბუგი. შენ დაგავისტა მე რომ კარგად გამოვიყურები და დიდი რო ვარ. ხო, აი ამაში საქმე. და არა მარტო კოლეგები, დიდი ხნის მეგობრები. რა თქმა უნდა, მაგამდე მივდიოდი, მაგრამ ვინ გაცალა? აჰა, მე არ მთავრდება გადაცემა, ნუ ერთი წრე დაგვიბატეთ რა. და ძალიან ბედნიერება იყო ჩვენი ჯგუფი იყო პირველი ჯგუფი ბატონი გიორგისთვის და თქვენი ყავით უკვე მერე ხო ხო არ ვწდები თუ მესამე იყავით თქვენს მერე და კიდე ერთით მერე კი ბატონო ერთით ხლა მივხვდი რა ასაკის ვარ მე ხო მეც რაღაცა აღარ ჩამურჩები ამ თვალსა და ხელშუა ხოლმე კი ბატონო როგორ ახარ ბექნუ რა შვები აბა გითხარი ნორმალურად ღმერთის წყალობით უკეთესათაც შეიძლება უარესათაც შეიძლება და რა ვიცი ეს ასაკზე რო ახსენე ცოტა რაღაცა რაც ასაკი და წლები ემატება ხოლმე მე მაგალითად ცოტა ღვინოსთან დამოკიდებულებაში მივხვდი რომ ესე მარტივად რო ვეღარ ვესაუბრებით ღვინოს, თორე დანარჩენი ნორმალურად არის. ესე იგი ვეღარ სვავიმდე? არა, რა ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ რომელი ღვინო გირჩევნია? რაჭული ალბათ. არა, ზოგადად ვამბობ, რაჭული ახლა გადასარევი ღვინოებია. ღვინო არა, ის რა საინტერესოა, მაინც ესე იგი ღვინით დავიწყე. ხო და რომელი და ეხა როგორ შეიძლება ალექსანდროულზე და მუჯურეთულზე და ჩვენ სხვანჩკარაზე არ დავიწყო მაგით, მაგრამ მიყვარს ისეთი ქისი მიყვარს ძალიან, ხიხვი მიყვარს ძალიან. შეგენაცვალე. რა ხუნა ასეთი არაჩვეულებრივი ღვინო. შეგენაცვალე. ბაღდათის რაიონ ობჩაში მოდის ჩემო ბატონო. რევაზლაღიძეს ასეთი არ ვისაც არ უყვარს სოფელი ობჩა იმისი საქმე გათავდა მორჩა და აი საერთოდ ეხლა გამახსენდა ამ წამს ესე იგი პირველად ძალიან პატარა ვიყავი იმაზე რა ქვია ქვევრთან გავიპარებოდი ხოლმე ჩუმად იქ მოვწრუპავდი როდესაც კეიფობდნენ ობჩაში და კარგად გვარიანად შეზარხოშებული ბრუნდებოდი ხოლმე და ერთხელ ბიძაჩემს და ჩემ ბიძაშვილებს კინაღამ გადაუვარდი მეორე სართულიდან თვალი თავით მივფრინავდი გადამარჩეს. კი ბატონო. ნუ აკვირდებოდი რა თქმა ეს ბავშვი კაცო ნელელა რატო ეშლება ფეხი. ესე იგი მე იმ კიდე თუ დარჩა ვინმე მაგრამ მაინც მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო ვინც არიცის ბექნუ გახლავთ მართლა დიდი ადამიანის პირველ რიგში და დიდი მსახიობის ვაჟი, როგორიც გახდათ აცხონოს ღმერთმა ჩემთვის საყვარლესი ბატონი ზურაბ ქაფიანი. ძალიან ბედნიერებაა ჩემთვის ჯერ ეს და მე არ ვიცი ხა რა კითხვა საიდან რა აი ისეთია თითქოს ტრაფარეტული, მაგრამ ხშირად არის ხოლმე მაგალითად მსახიობის შვილები არ გამოდიან მსახიობები. გნებავთ ჩემი შემთხვევა ავიღოთ. რამ გადაგაწყვეტინა ეს ამბავი? ხო, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვაპირებდი ისა, რა ქვია, წამიყვანა ჩემი პროფესიული განვითარება, მაგრამ ერთი კვირით ადრე გადაწყდა ეს, რომ ეთყობა ქვევრთან იჯექი და აქ არ გირა შვილო წამოდი. მოდი, აი რაღაცა მეთქი და თან ერთი კვირით ადრე მოვემზადე, მოკლედ ამ ჩაბარებისთვის და ხო, ნუ სკოლა რო დავამთავრეთ, მახსოვს გიგა იყო ლორთქიფანიძე, რექტორი. ჩემ დროსაც გიგა იქნებოდა რექტორი და ზურა და გიგა მეგობრობდნენ, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, რა თქმა უნდა და მახსოვს გიგაო არ დამღუპო და შვილი არ დამიღუპო, ზურა მოთხრა და მე გავიშალე მხრებში რომ არ იქა და მეშველა და ნერვიულობა და რაღაცები ნაპერწკალს თუ რაღაცას ვერ დაინახავ, არაფრით არ მიიღო, თორე თელ ცხოვრებას დაუღუპაო. წაქეზებისთვის, წახალისებისთვის და არავითარ შემთხვევაში არა და რა მართალი, არავითარ შემთხვევაში არ მიიღო ჩემი ხათრით ან რაღაცა რამის გამო, რომ დაღუპავ ბავშვს და მახსოვს მისაღებ გამოცდებზე რო გავედი გიგა და პროფესორები, არაჩვეულებრივი ადამიანები და დამიწყო ერთი ფეხის კანკალი კითხვის დროს, ლექსის კითხვის დროს, სხვათა შორის მეორე ფეხი მესაა, ცახცახებდი თავიდან ბოლომდე და
გიგამ გადაულაპარაკა მე გვერდზე მჯდომს რომ ეხაო კაცო ასე რომ ვანერვიულებთ ამ ბავშვს ეს რომ მამამისმა დაინახოს და შემოგვინგრიოს ეს კარები მე სად უნდა გავასწროთო და მომიხსნა შემოგვინგრიოს კარები იყო გამკეთებელი ხო ნუ იმ მდგომარეობაში რო დავენახე ალბათ შევეცოდებოდი ბოლო ამჟამად ახმეტელის თეატრში მოღვაწეობთ და თამაშობთ მარჯანიშვილის თეატრში რეპეტიციები გვაქვს და ეს სხვადასხვა თეატრში ახმეტელში ცხოვრობს და მარჯანიშვილშიც ღამის გასათევი აქვს. ო ტერიტორიულად გააჩნია სად მოხვდები ხოლმე. იქ ცხოვრობდა. ბატონო. გასტროლები ყველასთვის მოდი ვთქვათ ესეთი ჯერ სანუკვარი ამბავია მსახიობებისთვის დღეს განსაკუთრებით რა. ჩვენ როცა მოგვიწია მსახიობობა თორე სოფლიოები აქვს შემოვლილი ხალხთან. ხო იცი, პირველად რუსთაველის თეატრში რომ მივედი, სად წავედი გასტროლზე, იცი პირველად? თელავში, ჩემთან. გამოაკლეს დიდი სამბით გასტროლი და ჩავედით თელავში. და ერქვა რა გასტროლი. გასტროლი, გასავლი, შარშარ მორჩი მაგვალების გადახდეს ბანკიდან. ხოდა გასტროლებს განსაკუთრებულს გასტროლებთან დაკავშირებით ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მეც მაშინ ჩემი თეატრი მაგალითად არ მახსოვს ბრაზილიაში თუ სადღაც წავიდნენ და მე კახეთში ვიყავი. გავიყავით რა და მე როგორც შენი სპექტაკლი კახეთში მე როგორც თხემით ტერფამდე ქართველი და ასე შემდეგ მე გამამწესეს კახეთში და იქიდან ბრაზილია იყო მე მგონი ესე ტელეფონით უქნევდით ხელს. ასე რომ ერთ ბედქვეშა ვართ ლაბაო მე და შენ. კი ბატონო. მაგრამ შენ მე ვიცი რომ ერთი წელი ცხოვრობდი საქართველოს გარეთ. ხო რა ხდებოდა იქ? ატარში. ხო, ატარი. ქალაქ დოჰაში, კი, და მანდ მომიწია ერთი წელი არა ნაკლები, რაღაცა კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, ჩემი მეუღლის მიწვევით და იქ რაღაცა და საკმაოდ საინტერესო ქვეყანა ვერ წარმოვიდგენდი ჩემ ცხოვრებაში, მე მომიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა, იმიტომ რომ დიდი მე სადაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ვიცხოვრო ეს ჩემი სოფელია. კი ბატონო. ხო და იმიტომაც გიშვებენ კახეთში. ეს რომ და თან სოფლიო ჩემპიონატზე შარშან წინ რა ცუდი პერიოდი დაგთხოვია. ხო და ესე იგი ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი მყავს მეგობრები გარშემო უბანში განსაკუთრებით და ყველაზე დილეტანტი მე ვარ და მაინც და მაინც მე მოვხდი. დააწყდათ ჩემ ბიჭებს ნერვები. იცი მაინც ვის უყურებ ამ დონეზე არ გიყვარს? აი პირიქით მიყვარს, მაგრამ აი ვერ ყვევი რა ესე კარგა. რა როგორც შეიძლება არ მალაპარაკებენ ფეხბურთზე. ძირითადად ჩუმავდგევარ ხოლმე და უსმენ ბიჭებს ასე. ანუ მე რო პესეζეში გადავედი არ იცი ეგ ამბავი. მართლა გასო. არა ამ დონეზე ხო იცი ყვარას ამ. როგორ არა რა თქმა უნდა. ყვარავ საერთოდ მე და ჩემნაირებს კი არა მთელ ქვეყანას ფეხბურთის ყურება და გულშემატკივრობა დააწყებინა და წარმატებით. ბავშვობაში ხო თამაშობდი ფეხბურთს უბანში. სხვათა შორის მე კალათბურთს თამაშობდი და მანდაც დიდი წინააღმდეგობები იყო რა. ერთადერთი მე ვიყავი რომელიც კალათბურთს თამაშობდა, დანარჩენი ყველა фეხბურთს თამაშობდა. ვიყავ ეს რაღაცა სპორტულად გარიყული. ამიტომ შენ თამაშობდი ფეხბურთს, როგორ ხელი? ვიპარებოდი აი თუ რომ ერა. კვერთან. ვიპარებოდი კვერთან და იქ ვიყავი იქედან გამოსული ფეხბურთის კარგად ვიცოდი კვევრიდან. კი ბატონო. კალათბურთის და ნუ ასე. ხო და სანამ მოდი ახლა იცი რა პერიოდი გავიხსენ, ნუ სიღრმისეულად მივართ ქვევთან და სადღეგრძელოები არის მომაბრუნა ყატარიდან ტურისტავზე. ტურისტავზე რომ მომაბრუნე ყატარიდან ვიყავი და მაინტერესებდა მეკითხა ყატარში ნამყოფი არა ვარ მე და ნუ ვიცი მარტო ავიახაზებით რომ კარგი არის და ეგეთი ქვეყანაა თქო თუ არაჩვეულებრივი ქვეყანა, არაჩვეულებრივი ადამიანებით უბრალოდ ჩვენი გადმოსახედიდან ცოტა უცნაური წესები აქვს რა მაგალითად ალკოჰოლთან დამოკიდებულებაში ცოტა კაცრათა ნუ აი პრობლემები აქვს ამ ღვინოს ნუ მოკლედ არ ვიცი დარწმუნებული ვარ ამ გადაცემას ჩემი ოჯახის წევრები უყურებენ გიორგიც უყურებს არა ბატონო ეს უბრალოდ მოყვა თემას თორე მე არ მიფიქრია რომ აი ამ ხაზით განმევითარებინა მივედით მაქამდე და სასმელის დალევა არ შეიძლება ქუჩაში ნასვამის სიარული არ შეიძლება იჭერენ შენ ხარ ჩემი ბატონი სასმლით ხელში არ შეიძლება და ვერ ყიდულობ სასმელს აბა რა უნდა გადაისხათო რა მაღაზია ეწერები ერთი კვირით ადრე 5 დღით ერთადერთი მაღაზია მე მგონი მეორე დაუმატებიათ და გეუბნებიან რიცხვს რომ ამ კვირას ამ დღეს მობრძანდით და რაღაცა ლიმიტირებულად გატანე და წამოიღეო იქიდან
ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ წამოიყოლეო რა საქართველოდან ოღონდ აქციის გარეშე თუ რაღაცა არ ვიცი ხა რამდენად სწორია რასაც ვამბობ. ნუ წამოიყოლეო, ბოთლებში ჩაასხიდე, წამოგვიღეო, აქ ვერ ყიდულობ და გავავსე ერთი უზარმაზარი ჩემოდანი 35 კილოზე თუ აღარ მახსოვს ლიმიტი რამდენი იყო და 34 კილო და 900 გრამი სასმელი იყო და ერთი პირსახოცი შემოახვიე რა გარშემო რომ რაღაცა ყოფილიყო შენ ტანსაცმელები დამახვედრე თქვენ შემოგივლო განძიმო მაქვს და ჩავედი 2-3 დღე ადვილად გაიტანე აეროპორტში იმასავით რა ესე რო ყრიან ხოლმე ჩემოდნებს რა ამის ცოტა მთხილად შეგეღაცა არა იქ სკოჩებით დახვეული და რა ნანატრად ჩალაგებული და ბექნო ადვილად გაგატანინე ეს ჩუმად ადვილად არა უბრალოდ ესე გავაპარე თუ როგორც სიტყვა აუ ესე იგი იქაურებს ძალება უყვართ უბრალოდ შეზღუდა არა აი ჩვენთან უნდა კახეთში უნდა გახსნა კვირაში ერთი დღე მაღაზია ღვინოსთვის ხო და აი ამ დავიქცევით ქართულად 2-3 დღე ვიქეიფე და მესამე დღე არის თუ არ მერევა და გამეღვიძა ესე იგი ეს ქართულას ნაკეიფარი თანის დღეები არაფერი საქმე არ არის და აი აბსოლუტურად უძლური რო ხარ და ეს სული მიჭირავს ხელით ესე ვარ ჩამოკიდებული და რომ გონია რომ მაღაზიაში ჩავირბენ და უცბად რაღაცა და მეტი არა ჩემტერი ერთ კვირაში მობძანდით და გაგატანთ სასმელს ერთი კვირა თქვენ კაი დედმამიშო არ და მე სასტუმროში 20 გრამი რაღაცა ამხელა ის დაახლოებით ლარობაზე 100-120 ლარი გამოდის და ამისხით მე დააფასე ხო და მე მივხვდი რომ ჩემი ადგილი დოჰაში არ არის კაი კი ბატონო დაუბრუნდი ჩემს სამშობლოში ვიცოდი ეგ მე ყატარში მივდივარ საბუთების შეგროვება დავიწყია გერაღლა მითხრა ერთი ბოთლი დასალე ვიყიდო და ველოდები ახლა მუნიციპალიტეტიდან ცნობას ახლა იდეა გამიშთა თუ ხარ ყატარში საძმაკაცო უნდა შეიკრიბოთ ყველამ დაწეროთ იმ მაღაზიაზე და ყველამ თქვენი ლიმიტი გამოიტანოთ რომ მოგროდ ანუ რაღაც დაბადების დღეს ქორწილებს არის სასმლის გარეშეა ეს ყველაფერი გურმანები არიან უფრო და სასმელი მათ რელიგიურ მრწამში თუ არ მეშლება არ ჯდება ბოდიში მომითხოვე ხო არ ჯდება და ჩვენთვის ხო ჯდება მაგრად ხო და შიქ ჩასმული ხო იცი ლექსები როგორ არის სკოლაზე მინდოდა რა მე თქვა რაღაცა ისტორიები მაინც ჩვენი როგორი მოსწავლე იყავი დავიწყოთ აქედან ნუ სკოლის პერიოდი ახლა ისეთი კარგი პერიოდი იყო ისეთი არაჩვეულებრივი პერიოდი იყო ქვეყანას ულხინდა დავდიოდით დისნეილენდში მოლებში გასართობ სივრცეში დენი არ იყო პური არ იყო საჭმელი არ იყო სასმელი არ იყო აი რა უნდა მოყვე დახეული ფეხსაცმელები დავდიოდი კი არა ეხლა მიუხედავად იმისა რომ ზურა იყო ბაბა კაფეინზე მატერიალურად და სიმდიდრით თუ ასე შემდეგ თუ რა ნუ ყველამ კარგად იცის ეხლა ზურას დიდარი იყო იმით რომ მთელ ქვეყანას უყვარდა და მთელი ქვეყანა იყო ზად მიჭირდა ხოლმე ზურაზე ლაპარაკობ უბრალოდ რაც დრო გადის უფრო მიადვილდება რა და შესაბამისად ეხლა არც ისე და ფეხსაცმელებზე იმხელა ნახრეტი მქონდა ერთხელ სიმწრით მახსოვს იმხელა ნახრეტი მქონდა ფეხსაცმელზე სწორად ვად გამწიფე ხო არის როდესაც დადიხარ ფეხს უკან წევ რა და უკნიდან მომყოლს რო არ დაენახა აი ესე დავდიოდი ან გამოყინული თუ იყო მივსრიალებდი ხოლმე და რაღაცა ვამართლებდი ასე მაგრამ ბედნიერი უდარდელი მაინც იმიტომ რომ რაღაცა ყველა ერთ სივრცეში ვიყავით და რაღაცებს ცოტა იოლად უყურებდით და ბავშვობა იყო როცა შუქი არ არის და კერასინკის სული რო დგას სახში რა თქმა რა ფითილები ყოველი ფეხის ნაბიჯზე რო იყიდე ხო დილა ზოგი რო ნერვიულობს დილას რო დგები რა ჩავიცვა ერთი გაგჩასაცმელი უნდა ჩაიცვა და საფიქრალი აღარა ხურდაფულს რო დაადგავდი ფეხს ცნობდი ასე იყო თუ ის არის კომპიუტერები იყო ახალი გამოსული ეხა გამახსენდა მაღაზია ისე ცოტა იმისკენ თითო დღით ერთმანეთს უთხოვნიდით და ჩემი ჯერი მოვიდა ბედნიერი მარიო სახლში მარიო დენდი და სუბორი იყო ეს და ეს მარიოს კასეტა სხვადასხვა თამაშებიც იყო ტანკები და რაღაც
სიხარულით წამოიღე სახში და ერთი კვირა ვერ მოვიტანე დამხოცა მთელმა კლასმა კინაღამ სად არის კომპიუტერი შუქი არისო. ხონდა მე 1 საათი მაინც ხონდა მეთამაშე. აი ესეთი მხიარული და ესეთი ლაღი. პოკერებში რო წაგიყვანა ბატონმა ზურამ როგორ იყო ეგ ამბავი? ბატონმა ზურაბმა კი არ გამწამიყვანა პოკერებში ეს საოცარი ამბავი სკოლაში მოვიდა. ხო, სკოლაში მოვიდა ზურა, ესე როგორც მშობელი შვილთან და დირექტორი ლიანა შეწირული გახდათ, ყველაზე დიდი პირველი სკოლის დირექტორი, ყველაზე დიდი ხნის და ისეთი ძალიან ძლიერი, ყველაზე დიდხანს ვინც იყო ისტორიაში როგორც მახსოვს დირექტორი, ისეთი არაჩვეულებრივი ქალბატონი გახლდათ და ჩამოიარა მასწავლებლები დირექტორი, აბა როგორ ბექნო, როგორ იქცევა, როგორი მოსწავლეაო, ზურაო გაგოაგიჟაო, ნუ საერთოდ რა გაგისაგნებსაც უნდაო, სწავლობსო, რა საგნებსაც უნდაო, არ სწავლობსო, მეოთხე გაკვეთილის მერე საერთოდ ვერ ხვდება კლასში, რატო უნდა გაჩერდესო და ესე ვართ ამ დღეში გაწამებულები, პედაგოგიდან დაწყებული, ჩემით დამთავრებულიო, მაგრამ რაღაცა მარილიც ხომ უნდა მოეყარ, მაგრამ ვაშკაცი ბიჭი ისდება. აი, ვაშკაცი. რასაც ვერ დაუკარგა. და გავარდ გარეთ მე და ჩემი კლასელები ვართ, ჩემი კლასელებიც ნერვიულობდნენ ჩემს გამო. რაღაცა ესე გაფითრებული უყურებ, გამოდის ზურა დაბღვერილი მომკიდა ხელი წამოყვა და მეთქი ახლა გამასწორებს მიწეს. მასე გააგრძელე შულო თორე ყოფას გიტი. ის მოეწონა ბოლოს. არა ვაშკაცი, რამოდენიმე საგანი და ბოლო ორი გაკვეთილია. თავისებური იყო ხო? ერთხელაც გამოხო და ერთხელ მამა მეთქი შუა კლასებში ვარ ეგრე და ახლობით არც მაღალ კლასში არც აი შუა კლასებში და რაღაცას ერთ ადგილს მივაგენი და მამა მეთქი აღფრთოვანებული ერთხელ საოცარ ადგილს მივაგენი მეთქი ფული მინდა და წამოდი წაგიყვანო განახო რა არის მეთქი და ლაღიძის გვერდზე სადღაც კუთხეში იქ ასახოთან გაიხსნა კაცო როგორ მოკოდა ჩემში აზარტი რა საერთოდ და მათ შორის სპორტული აზარტიც თვითონ დაიბადე ფეხბურთთან მიმართებაში და ასე შემდეგ ფეხბურთთან და მოვკიდე კი შვილო წამოდი ესე რამ გაგახარა მამა და რაღაცა და არიქა და შეგენაცვალე შვილო და სად უნდა წამიყვანო და სადაც არ მიგოსულობა და რაღაცა და მოკლედ რაღაცა დაწესებულება იყო ესეთი სივრცე გახსნილი სადაც იყო პოკერები რო არის აპარატი რაღაცა ესეთი მისი წინაპარი წინამორბედი რაღაცა ფული უნდა ჩაგეგდო შიგნით რაღაცები დატრიალდებოდა ერთნაირები და გიყრიდა მერე ფულებს რა და ამით აღვთოვანდი ეხა სკოლის მოსწავლე თან შუა კლასებში და თან ის პერიოდი რომ კაციშვილი არ ეკითხება რა ასაკის არის ვინაერ არის ოღონდ ვინმე რამე ჩააგდო და შევიყვანე ზურა ეხლაც მახსოვს იქ ადამიანების გაკურებული სახეები ზურა რო დაინახეთ ეს მოსახურე პერსონალი მობრძანდით ბატონო ზურა და აქ რამ შეგაწოშა ბატონო ზურა და გამარჯობა აგერ ბატონო და არიქა და რაღაცა და გამოვართვი ეს ფული თუ რაღაცა და შევაცურე თუ როგორც იტყვიან და დავარტყი დატრიალ ესე იგი აი ცუდი მოპყრობა რომ აი კატას თუ ძაღლს აი ამაში რომ ჩაავლებენ ხოლმე ქეჩოში ხელს რა და იმას რა ვითო რომ მოიფრია აი ეგრე თან ვერ მივხვდი რა უნდა და რას მერჩო მე დიდი ხანი მომიწია გაანალიზება რომ რა დავაშავე და მაგის შემდეგ ესე იგი მსგავსი აზარტთან დაკავშირებით მოისპო ჩემი ცხოვრების გაუხერხულად ჩავარდებოდა რა ხო ერთი იცი რა მითხარი მამას ისტორია არისო ეგეთი შარვალთან დაკავშირებით ხო ეს გამყიდეს ახლა ბევრ რაღაცას ვიხსენეთ ეს არ ვიცი რამდენად მოსაყოლი ისტორია მაგრამ როგორ არ არის ყველაფერი არის ზურა იყო ახლა ყველასთვის ზურა იყო კაფიანიძე რაღაცა ის bis რაღაცა ესეთებს მოკლედ ამოჩემები ქონდა რა ტანსაცმელთან დაკავშირებით რაშიც კარგად გრძნობდა თავს სუფთაც მოწესრიგებლად რაღაცა მაგრამ შეიძლება წლებიც ბრენდებს და ეტიკეტებს ნუ არ უხურებდა ნუ მოკლედ რაღაცა შარვალი აქვს ეს იგი შარვალი მოეწონა სპორტული შარვალი ჩაცმული რო არა გაქვს უკვე მუხლები რო ხევით რეზინით რო არის მოჭერილი მოეწონა ნუ მოკლედ დადის მაგრამ ვინ უყურებს შარვალზე თვალებში შეცის ზურა და შენგენაცვალე ზურა ის და ეხა მამა ის ადერი რა კარგი რაღაცეები შეგიძლია რაღაცა ამას არ იხებს გამორიცხული და მეთქი რაღაცა ხერხს მოვძებნი რა ხერხს მივაგნებ რომ მეთქი უარს არ მეტყვის მაჩუქე მეთქი
ერთხელაც ძალიან სერიოზული მოვიდა. მამა მაჩუქებად ეს შარვალი. რა გინდა ჯერ დიდი გექნება. არა მეთქი სახში სპორტული შარვალი არა მოხდა. და მეთქი მომცემს და შეიძლება აღარ იქნება და სხვა შეიცნო. რა დამაკვირდა და მეც გაუსწორე თვალი რაც სალი და აიო შვილო მოგცეო, მაგრამ მეორე დევსო დაკეცილიო კარადაშიო ეგერ და ის გადმოიხო. არა აგრიქო. არ მინდა. ორივე რამდენი გაგნაგები. მაგის შამსმელი მე არ ვიცი ალბათ თარო იყო იქეს. ძალიან კარგია. ესე იგი იყო ხო თავისებური ადამიანი, ნამდვილად იყო. ხო, ზურას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ხასე ძალიან თბილი იყო. მიუხედავად თავისი სიმკაცრისა, ძალიან ტკიო და ძალიან განიცდიდა ქვეყნის ცუდს, ძალიან უხაროდა კარგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ძალიან თბილი იყო მიუხედავად ამ ყველაფრისა და იუმორით სავსე. ხო, კი, ეს ბატონო. ჯერ ახლა ეს ლექსი, მისი ეს ცნობილი ლექსი რა. აი ყველა ალბათ სანამ იარსებებს ის თაობა, ვინც ზურას ასე ვთქვათ, ყოფითობაში იცნობდა და იყო, აი არ მგონია რომ ვინმე მაიღოს თავის თავს, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ისე მოიგოთ მისია რა თავიდან ბოლომდე. ისე მაგრად ხო არ წაიკითხავდი? ვერა. ორი ადამიანი იყო ნამდვილად მე ვიცნობდი ბატონ ზურა ძალიან კარგად და ქონდა პატივი მასთან ერთად სუფრაზეც რამდენჯერმე და ისე თან ისე ვიწრო საზოგადოებასთან ერთად სადაც ხო ისე განსაკუთრებულად და ძალიან დიდი სიყვარული და თბილი ადამიანი იყო ნამდვილად და დაგეთ ბატონო და ლექსი მსახიობებიერიდებიან ხოლმე ერთმანეთის საკითხულ ლექს კოლეგიალური თვალსაზრისით და ეხლა მე როზურას ლექსი წავიკითხოთ არის ხო გიყვარს პოეზია რა თქმა უნდა მაშინ მოდი შენ რაც გინდა ის წავიკითხე კი ბატონო რაჭასთან დაუბრუნდები მაშინ ისე ნუ ხა რაჭველი რო ხარ ეგ ის ფაქტიც არის რომ დიდი ხანია გზაში ხარ ძლივს მოხვედი ამ გადაცემამდე ნუ სამი თვის უკან დაუპატიჟეთ კარგი 360 კილომეტრია დაახლოებით სულ რაღაც კი ბატონო რა შეგუსულა გისმენთ ასეთი გვალვები არ ახსოვს რაჭასო გლეხს წამოეწია სხვა გლეხი ჯორს ცხენით ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანსო მიუგო ჯოროსანს ქვეითმა მოწყენით იყო საუბარი როგორც სამძიმარი აგვისტო ვენახს და იონჯას ხარშავდა არათუ საწვიმარი ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა მაგრამ მე საკუთარ ფიქრებში გასროლილს გვალვა და აგვისტო არ მქონდა საწუხარი მქონდა სიხარული მოგება სხვათა შორის გლეხისგან სტრიქონი მქონდა ნაჩუქარი თქვი ლებანიძეა ეს გლეხი ბესია თქვი ამ დალოცვილ და კურთხეულ მთაველად რამდენი ჰომერია რამდენი ბერნსია და კიდევ რამდენი ვაჟა ფშაველა თქვი რაჭას კი არა წელს ქართლში ცხვატია და მაინც ხომ ცხოვრობთ ტრის თვალის დაყენებით ღვთის ხელი ურევია ჩვენს ნიჭში ცხადია გლეხკაცი აზროვნებს პოეტის სახებით იყო პოეზიის მინდორები გასათიბი ცაიყო კარიალა მზე მინდორებს ფარჩავდა ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა ჩემო ბექნო დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ მოიცალე ძალიან დიდი მადლობა იცი რა წარმატება მინდა გისურვო ჩვენ საქმეში და ესე მინდა ეს რაღაცნაირად ეს შენი ბლოკი ესე დავამთავრო რომ რაც შენ გულს ახლა ესალბუნება აი ბიჭები შემოგთავაზებენ და აი ამ სიმღერით პატარა ნაწყვეტით რომ იცი აი რამდენი ხანი მაგაკრო მარტო ლექსით ვერ ხო ლექსი წავიკითხე ესე იგი სიმღერა უნდა ვიმღერო ერთი პატარა მონოსპექტაკლი ყველაფერი ესე იგი ამდენამეს ვაკეთებ და ესე რა ქვია ჰონორარი იქნება ჰონორარი არის ის დავიწყეთ საუბარი ისა რა ქვია მეორე განყოფილება აქ მივდიოდი მაინც ჰონორარი იქნება ღვინით ნატურის აგაშენად ღმერთმა აბა დაუკრა აბა
კარგი ხარ. ჩიხავის ჭიდილი ლუდისამა ცეცხალაზე შიშახინი მაწავადისა არამონა შეაცე კავებული კარგი ხარ. თითე ბითუშის ხალისა არამონა შეაცე კავებული თითე ბითუშის ხალისა აი მამათაზე დაკვრნები ბდობენ არშალიანო არაშამახედო კალავ უტოლნი არადაიშლიანო არაშამახედო კალავ უტოლნი არადაიშლიანო დაიშლიანო კარგი იყო, კარგი. ეხლა შეიძლება როგორც ჩიტოვიჩი და მიხო გამოხატავე ხოლმე ისე ვერ გამოვხატოთ მე და დედაჩემმა ეთერამა, მაგრამ ისედაც ხო იცით რომ მაგრები ხართ, აბა? ყოჩაღები არიან, ყოჩაღები. დედა, სად არიან აქამდე ეს მიხო და ჩიტოვიჩი რო არ გამოჩნდნენ, ჰა? აი მომღერალი როა, რაფაელო კარაულაშვილი. ის იყო ჩამოსული წუხელა. კონცერტი იყო კულტურის ცენტრშია. და იქ ბრძანდებოდა შენი ქმარი და მაგისი ამხანაგიცა. რა სამომხალო? და აკიო კბილის ექიმთან არიანო. იმე ისეც დაზრეთ მაგათა ის ყველა კბილია. იქ ვიყარნენ, იქ. და ვინწყებლები ტელევიზია თქვათ. დაიცა და ცეკვამდნენ კიდევაცაო? ნელებზე თუ ჯაგაჯუგებზე მეტა. რა ვიცი აბა, სოფელში ეგრე ამბობდნენ რომ ცეკვავდნენო და ცეკვავდნენო? ხო. და ბიჭო, დაიწყო რეგიონალური ამბების მიმოხილვა დამკალით ვიწყო. და ხდება ესა რა გამოიდეს აქ, არ ვიცი ეგე. დაუწყიათ ქალებს საუჩენოთა და არ შავწხეთ მაყურებელთან, აი. სად იბრძანდებოდით ერთი? ჰა? ვითომ არიცი ახლა რა? კბილი ექიმთან ვიყავი, აი, დედამო, რაღაც ბუდენები. გაჩერდი ბიჭო, გაჩერდი. ძალიან კარგად ვიცი სადაც იბრძანდებოდით. ჰა? ხატა. უყური ახლა? მავკადა ჩემ რანაირი ხალხია, ბიჭო, ამ სოფელში რებს არ მეიგონებენ, ჩემოდაია. ადამიანს სიცოცხლე როგორ უმწარო და ეს მყარი ფუნდამენტში დაფუძნებული ოჯახი რო დააკრიბ. შამამხედა თვალებში ჩემოდაია. შეიძლება მე მოგატყო, მაგრამ თვალები ვამაგვირდი კარგად თვალებში ჩარლზ ბორმან ქალა სტომატოლოგი. დისკოტეკა და ჯაგაჯუგები ჩანს საბაგიეროდ. ეთე აი გეუნები რა, ყურადღებით ვისვენაკა, შენი ოინები იქნება ესა. სხვისი არაფერი, რო წამამიჯექი ახლა, უგადაართვევი რო სხვაგანარო. შენ შემოგხედავენ აქა. ვინ დარჩება რუსთავიურზე? ბიჭო, დედა რა შუაშია? შუაში კი არა, თავშია. გაჩვდი. თელი სოფელი ლაპარაკობს იგერო, მიხო და ჩიტოვიჩიო, ის მომღერალი ხალი როაო, რაფაელო გარაულაშვილიო, სუა პარლამორო კომიდაჩუზე ღეროდანენო. ხო. კომიდაჩუ არა ისა კიდე. მა? რავი, რაც არის, როგორ? არ მაიგონებენ, კაცო. რაც არ მაიგონებენ. არა, ჩემოდაია, რაც ლაპარაკობს. რა პარლამორე კომიჩატო, კაცო. რა არის, ეგ სულ არ ვიცი. საჭმელია რა მეგობიდაჩუ. მოკლედ ხა დაიცად,
არ ვიცი მე, მორჩით აიქ ჭორაობასა, კაცო. რეგიონალური ამბები გვაქვს, ასაყანი, ხალხი იყურება. და ისა, გავიდე და შენი აქედანა. რომ ახვეწო, კიდეცა არ დავრჩები აქა. შეაფერისტო შენა. წამოდი გოგოშეცა. დეუნები, ბიჭო, ასელს არის გადაცილებული, როგორ ხო ჩაღათარი, მამინელებს. დეუნები. კიდე მე ვარ აფერისტი. სორფლი, ჭორბიურო ესა. აჯე შეკიდენ უამიშალე ნერვები. არ დავიწყოთ ეხლა, როგორ ვიზდეთ ეგრე, არ დაიწყე, მიდი, ჩვენზე ადრე იყო და დაიწყოს. არაფერსაც არ დავიწყებ. მოგალატე აფერისტო შენა. დედა, დაიცადე მოვდიფარ. აი, მე თუ სიმართლე არ გავარკვიო, აი აქ იქნები შენ, აი აქ იქნები შენ. დამაცადე აფერისტი. ხედავ რა დღეში ვარ. არა, ორივენი ერთად მერევიან, ცალკე ხო, მაგრამ ორივენი ერთად აი არ ვიცი. აბანე, შევდივარ შემდგომარეობაში. ისეგურად არ არის ადგილი და გამოდივარ. სად გამოდიხარ? დაიწყე შეშობელი ძაღლო, ნუ გამაგიჟე შენა, კაცო. სად ვიყავით, როგორ ვიყავით, მემრე გავარჩი. რა ვიცი მე. ვინ უთხრა, ნეტა? მე რა ვიცი, ვინ უთხრა? ემათ გამოილევა მათ იმეებს, რა? გოგი ეტყო დაგე. ვიღლიჭება იქიდან. ბიჭო, შენ უთხარი, ბიჭო? ვინ არის კაკებეშნიკი ესა? არა, რა ძმა, სიდადე უნდა მოვაშორო აქედანა, რა. მიდი დაიწყე. მაგაი მაინც გავარკვე, ვინ უთხრა? მე ვიწყოთ ზამია მაშინ. დაიწყე. მე არ მეზარება, რა რას ვიზამ? კაი, კი ბატონო. დავიწყოთ ქუთაისის ადახტარი კოცე. რა გინდა, ვეიო, შეხედე. ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი რომ აიგეწოდინება შენ რა ქვია? მამადუ. რა მამადუ? მამადუ სახო, ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი, ვეიო. ქუთაისის ტორპედო გოიცი ვაგი? არ ვიცი რა, ეგ ვინ არის? მამადუ. მემრე რა მამადუ? გეტყვი აგერ, შეგეხარჩები ბატონი და ფეხბურთი ხო იცის და იცის, ხო და თან თურმე დუბაიში კორპუსებს აშენებს. შენ მამა და უძახი მაგასა და სახო, სახელია სახო მამადუ. მაგარი ყოფილა, ესე იგი, ზარე მაიდგინე ქუთაისის სტადიონზე და ტალახსა ზელამ საკა. ო და დუბაიში კიდე რასტორს ეგრე გამოდის რა. რატო ამაგი სასწაული კაცი იცი შემოზავია. მთელი ქუთაისი საზღვარგარეთაა რომ ორი კაპიკი გამოაგზავნოს ქუთაისში და ეგი ქუთაისში ნაშონ ფულს აგზანის იქი. საზღვარგარეთ. აიც რამდენ სუხლია ნეტა ეგეცა ტორპედოში დუბაიში რომ კორპუსებს შენება დაიწყო მაგ მამადუ. მამადუ, ხო. არ თქვა ვაგი შემოზავია, არ თქვა ქუთაისის ტორპედოში არის შვენიერი ხელფასები. აი დავტირა, გამოსულიყავი მეცა ფეხბურთელი რა, არ შეიძლება. გამოსულიყავი. მეცა რა ვაკარხა თამაშობდი ზომია? რასო, აი ერთხელა გურჯანემ ჩვენსა იგეთი პრინტი გაუკეთე. დარდით გადოთი. დენდესონს. რა მიქნა ესა მიხომ? შენ არ უნდა ეგენებებია თავი, რა ვაშე? უტვინო რო იქნები კაცი, აბა რა მინდოდა ეხლა მე, რავი რა. მაგი არ ვიცი ზამია, მაგრამ ერთი კი უნდა დეველოპერაკო მაგ მამადუ სახოს. როგორ გამიხურა ზა? ხო, ნეტა შინაგანვადება რა, კი რა, კი უნდა ქონდეს შენნაირი გაქანების, ჩემი და შენნაირი გაქანების ხებს. დუბაიში სამსაფოთახიანი ვირები 348 სართულზე. ვინამდენზე? 352 იყო. რასო, ჯო, მაქსიმალზე რა მინდა. სანამ იქიდან ღორებს საჭმელს ჩამოუტან, ხო დასკდნენ ჭყივილი და გაგიდის. აქ ვეძმო ბერეტაში გლიჯე შავარდი, ეგა. ჩემი მართალი ხარ, ხელა პრობლემაც არ მეიშვაგერ. კარგი ხო დაწყდა, ჯერა შენა მამადუს დელაპარაკი გაიგე და დანარჩენი მემრე ვნახოთ. ეგე? კახურ ფეხბურთშიც როგორი ამბები გვაქვს შენ არც კი შენა. აი ეს როა
პრესეჟე, ხო სწორედ ვამბობ მაგასა. PSG. ხო, გამიგო ეხლა მაყურებელმა. ეგ როგორ არის? სანამ PSG, Paris Saint-Germain, კაცო, რა ვარ ვიცი. სულ ვარ მწონდა და ახლა ხო გევიგებდი, კაცო, კვარაგედები და ბატანა. ის არ არის ეგა. ხო და მაიხედე. ხო და მაგ პრესეჟეს აკადემიის აღზრდილი, ვინმე ფრანგ ბამბუკა. როგორი ხარიო. ის გინდოდა გეთქვა ბერბოკი. ბერბოკა, ხო. აუყვანია საგარეჯოს გარეჯმა, აიყვანა და დაიმატა თურმე. მართლა? არა, ეხლა ტყუილის გეტყვი. მე როგორც გონია ძამია, მაგას ზანგუნდია ერია. ამ თვითმფრინავის ბილეთი. რა გიქაცშინა, ჰა? შვენიათა სწოდნიათ ქართული წესი პრეშეზენებსა. მივეცით ჩვენა ქართველი კვარა, გამოუშვეთ იმათა იქაური ბამბოკა. ჩვენი წესი რო წოდნოდათ, ორი უნდა გამეეშვათ, მას ეხდებათ. თავარია რომ კვარას ძირითადში თამაშის კონტროლის საშუალება გაჩნდა გეგე. ითამაშებს კვარა PSG-ს ძირითადში, ითამაშებს ბამბოკის გარეჯის ძირითადში. არ ითამაშებს კვარა და დაждდება ესეც გადაჭრილ ბორზე. ისე საოცარი დახვედრაკი მოუწყვეს ფრანგ ბამბოკასა საგარეჯოში. თელი სტადიონის გრანდირებდა თურმე აქ რა მოგიყვანა შე ბამბოკიანო შენა. ეგრე ყოფილა. ესე იგი რო დავაკვირდი ფაქტიურად გამოდის რომ PSG ტრამპლინია. ეგ არის. ეხლა კვარაც ჩამოვა და მაგარი გუნდი იკეთება გარეჯი. გარეჯი თამაშს ეხურები ბიჭო შენა. აი ეხლა თუ მაინდობა ბამბოკამა და კარგად ითამაშა შეიძლება ეგა გურჯანმაც კი წაიყვანოს. არ არის გამორიცხული. არ არის მოკლედ დეველოპოთ მოვლენების გარვიზარებას და განვაგრძობთ აგერ უკვე გამოშვებას. აგერ შვენიერი ამბავი მაგ გურიიდან. გურიაშიო შემოძამია? ხო. Guns N' Roses კონცერტი გაიმართებაო. ვისიო? Guns N' Roses. ვინა, Guns N' Roses. ეგ რაფერ არის შემოძამია 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს მაგას სოფლიოში გაყიდული. ანუ წარმოიდგინე ახლა შენ აქაური მარშრუტკები და როგორც ისმის ნინო ჩხეიზის ხმა. ის ისმის ამერიკის მარშრუტკებში Guns N' Roses სიმღერები. მართლა? ხო. ოჩახ თქვენა. აი გამსდელ რაო? ხო. გამსდელ Rose. ოფილა ეგა. ხო, Rose, ხო. გურია რათა მარჩიეს ვითომ რაო, რათა მაინდა-მაინც ახლა გურიაო? დედა ვიჟო, დედა. აბა სხვაგან სად უნდა ჩატარებულიყო? თუ არა გურიაში სამია. ოდითგანვე Guns N' Roses ყოველთვის ასოცირდებოდა გურიასთან, რო სხვა ვერსია გა? Rolling Stones-ი იმერეთთან ალბათ, არა? არა. იმერეთთან უფრო ბიფლოიდე. ხოდა ამ Guns N' Roses სოლის მისოლა ყოლია დატანებიდან. რასმეული. უხარია თურმე ჭკუას არ ყოფილა ვინახულებ მაგის გამომსხვარი ხაჭაპურები და გურულები ღვიძლები მე. მე ვარ არა. ჭორიკანა მე ვარ ხო? შეაფერისტო შენა მოდი შინვაკა. გაგა განგერისტეროუძებთ თქვენა. თქვენ აფერისტებო თქვენა. რა ხალხო რა მოგივიდათ რა შემოვარდით ხომ შვიდობა კაცო. წამო ეგ Guns N' Roses-ების კონცერტზე წაგიყვან თორივესა. არ გინდა? საუკეთესო გადავისება. მას არ ყოფილ ხართ დისკოტეკაზე არა? ჩიტოვი. რას ხავერა რიგონია ჩვენი საქმე კარგად შემოძამია და თუ გვაგინა ხლაბარ დამსხველი Guns N' Roses მაქრა. ესე ათიყავი რემსი ძახი ქალო რემსი ძახი ვაიმე ვაიმე აჩვენე გოგო აჩვენებდი აჩვენე რა უნდა მაჩვენე მიდი ჰა ბაშეს რა არის აბა ბაშეს რა არის ერთი მოდი აგე ნანულამ ჩამიგდო ეხლა აგე რაფაელა კარაულაშვილთან და უსუ რაფაელა კაროზე დახტუნაობდნენო ბიჭო რაფაელა პეტროლია. ჩაკაჭუკირუა ვისია ესა? მანახი. იგე? დაკატიტი ეხლა.
იწება ცეკვავ და ვერთობით ყველა მუსიკა ჩვენი დილამდე აწყება გამეკი ვარსკვლავებს იდან უხმობს განწყობა იმატებს არცხრება აფხიარულება იწყება და ერთად აღარ მოგწინდება ეგეთი ლამაზი ქალი რო გამეცანი რამდენი ვიწვალე შენს გამოიცოდე ქალო ჯაივის ამბა და რუმბაც ქევისწავლე სოფე შეჩერდისტო სოფია იმღერე ისევ ხო სოფე შეჩერდისტო სოფია ვაცეკვე ისევ ხო კიდე რა სოფია ვიცეკოთ კიდევ რა სოფია არ ვითხრასტო სოფია ვიცეკოთ კიდევ ხო მე მგონი მაგრა დავიღალე მე მგონი ფეხი გემეკვანძამე ვაიმე თეკა შემსასწიფუდი გოჩამე იყვანე ვიჟვაგი ვაი თამჯო სირცხვილი აიყევი ხო გამიხეთ ქაელე მოიდა ბიჭო არ სამამცხვინო აიყე ვედი შეკვადა უნდა გაუწალო სოფია შეჩერდისტო სოფია იმღერე ისევ ხო სოფია შეჩერდისტო სოფია ვაცეკვე ისევ ხო კიდე რა სოფია ვიცეკოთ კიდევ რა სოფია არ ვიხრასტო სოფია ვიცეკოთ კიდევ ხო აი რა არის ბაიხლეს ჰა შავდუდი თე მოგლეთ ჩემო პატა და ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო მინდა ძალიან საინტერესო სტუმრები წარმოგიდგინოთ. დავიწყოთ იქიდან რომ ისინი არიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ძალიან საინტერესო გაგრძელება ამ ყველაფერს. ხიარული, მოკეიფე, დარდიმანდი ახალგაზრდები და რაც თავარია ჩემო პატა ისინი არიან კახეთიდან. დანარჩენი ადგილზე გავარკვიოთ. მივესალმოთ ჩვენ სტუმრებს. ამასო ჩემო ძირფასო კახელებო, ჯიგრებო, კარგებო, უმრავლესობაში ვარ და მაქსიმალურად მინდა რომ ნიკოლოზი იყოს დატვირთული ახლა და სადიპო ეს მოკეიფე დარდიმანდი. ნუ ნელ-ნელა გავარკვევთ ყველაფერს ჩემო პატა პირველ რიგში მოგესალმებით დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩემო კარგებო. მოკლედ ინტერნეტ სივრციდან კი გიცნობთ კარგად ჩვენი მაყურებელი ასე ვთქვათ რა ინტერნეტ სივრცის, მაგრამ ტელევიზიიდანაც რომ გაგიცნოთ ყველამ, ამიტომ აქ პატიჟეთ. სალომე ხანიაშვილი, მარიანა ელაშვილი. საიდან ხართ კერძოდ? ჩვენ ვართ ქიზიყიდან, სიღნაღიდან. უბატონო კახელები ყოფილიყო. კი ბატონო. აბა იმათ კითხეთ საიდან არიან? ლუკა ვორთლიშვილი. ჩვენს ძვირფასი კახეთიდან ერთ-ერთი გამორჩეული რაიონი გვახასიათებს, ეს არის გურჯაანი. ეგ ცოტა მოშორებით. ასევე გიორგი ჩახოშვილი. ჩემ გაშოს. გიორგი. ვარი? ჩახოშვილი. თქვენი შემახსენეთ? გურჯაანი. ვორთლიშვილი. რა გვარი? ვორთლიშვილი. შეგენაცვალე. გურჯაანი, კარგად ვერ გაიგონა. ვერ გაიგონა, კარგად და საიდან ახართ? გურჯაანელი ვარ, შენი ტირი. გურჯაანი ყო. დღე რა მიყვარს? სვათაშორის მაკვაწილს მე ვიცნობ. ერთ-ერთ სტუმრობის დროს კახეთში ვიყავი ჩასული. სვათაშორის გურჯაანის რაიონი იყო. კი ბატონო და მითხრა, ეხლა რომ შემხვდა ერთი კაი ფრაზა მითხრა, რომ უთხარი რომ სტუმრად როგორ იყო თქვი? სიმღერა მომისმინა და მოეწონა სუფრაზეც ვისხედით რაღაცა, კაი პურის ჭამა დროს ტარება მედიოდა ჩვენებურად რო თქვათ და ეხლა მოეწონა ჩემი თავი და ისაო აიო ერთიო უნდა მიგიწვიო ჩემ გადაცემაშიო და და წერა რომ შევხვდი ეხლა უთხარი რომ უნდა მოგეწვიე მეთქი, მაგრამ ვერ მომიწვიე მეც თვითონ მოვედი მოგასწავლე. ისე მე
მოგიყვე, თუ სად მოხვედი? სად იპოვეთ ერთმანეთს? კლასელები ხარ თუ რა? აი, ფიჩხი ბოგირთან, რავი. არა, მართლა აი სადღაც ხო იქეიფეთ თუ როგორ? ამან ანაგაში რო გაწელა გარმონი, აგე მე ძველან. ამა ძველანაგაში გაიგო და ეს შევხვდით რა ერთმანეთს. შევიკრიბეთ, ვიქეიფეთ. დალევა გიყვარს? აბა რა, დალევის გარეშე რამე გამოდის? ვინის გარეშე? თქვენც მით. აბა რა, თავისთავად. აი ეს ვერ ასვავს, გატყვით. ვერა. კარგი, ახლა ყველაფერი. ჩვენ რო გიყურებთ, მართლა ძალიან ისეთი შეარცხვი და იმენეს კი ვერ სვამს. გაასწორა მიწასთან ადამიანი, როგორ შეიძლება ზე ეთერში. ნიკოლოზ დაწურებულია შენზებეთ დალევს აი ეს. უეჭველად. ანუ შენ საერთოდ ვერ ნახავ. ამის თქვა კიდე სუპრასტარ. ბიჭო, კახურგვინოზე იქნებიან მიჩეული. მოდი ხუნობის გარეშე რა თქვინა ახლა ამ გადაცემაში ვიხუმრობ სერიოზულად როგორ აღმოაჩინეთ ერთმანეთი რამე ჩამოაყალიბე ანსამბლი მე ხა რასაც სოციალურ ქსელში ნახე ვიდეოები ბევრი ნახვარ სუმაგიდასთან ახალ კაი დოლი კაი გარმონი აუბერავენ იქ აღარ შეგვიძლია ხო რა ხო და აქვე მარე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემო ტკბილებო ბოდიში რომ მოგწყვიტეთ საყვარელ საქმიანობას ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები ხარ და აგაგლიჯეთ სუბრიდან და ნამდვილად ეგრე იყო და ნამდვილად აქ არ მოუწევდეთ ახლა ბახუს და ბახუსევი და არ დავეძებ და გადაწყვიტე სახში რომ მე უნდა დაუკრა დოლზე არა ანუ არსად არ მისწავლია ქვაბებზე უკრავდი ხოლმე ხან ვედრევზეც, მაგრამ ქვაბს უ კაი ხმა ქონდაც კრიალა. მე უთხრა მებია ჩემს რომ წადიო უყიდეო ამ ბორსო დოლიო და მართა რომ მომიტანეს დაუიჭირე დაუკარი, ანაიათ უკრავ მეც არ ვიცი. იმის მერე ვეღარ გავაშვები ხელა. ჩემით. თქვენ აკარდინზე უკრავთ? არა, მე ამ შემთხვევაში პირველ ხმას ვაძლევ. აჰა. ანუ მაგრა ერთობით მე როგორც მივხვდი თქვენ. კი ბატონო. კარგია რომ სიმღერით გამოჩდით და არა ისტორიებით სოციალურ ქსელში თქვენ რატო არიღებთ ხმას? რა ვიცი, რატო არ ამოვიღებ. ერთ ისტორიას მეც გავიხსენე. ახალ ისტორიებზე მივიდა საქმე. ჩვენს პურიჭამაზე ხშირად მოდის ხოლმე და ხშირად ესწრება ერთი ცეთი პატარა ბიჭი ყავ რა, იქ ურჯაანის რაიონში, აქვე ქვია სახელი. ვერ დავიჯერებ პაკას. ცეთი? აკია. ესენი კარგად იცნობენ და ამ აკიას მქონდა ხელის ტაჭკა. რომელიც რო აი სულ დაათრეოდა და დადიოდა ერთი ხო ჟანგი ერთი ალთას ეკონდა მეორე ბალთას რაღაცა და იმ ხელის ტაჭკით ბევრი კაი საქმე აქვს რაიონისთვისაც გაკეთებული. ყველას ეხმარებოდა. იქ ქონდა მისატანი, მოსატანი. მაგას დრამე დიდი ზოგი მანქანას რო ვერ გამოიყენებს, ისე ის ხელის ტაჭკას ხმარობდა. ერთი დილაც არის და გამოდის სახლიდან და აღარ არის ეს ხელის ტაჭკა, კაც მოპარეს. აი დაღუდუდებული არია ესე ოწყენილი ზის რაღაცა და საღამო ხანი მოვიდა და ბირჟაზე მაინც ხონა გავიდეს რომ იმას აქნას აი და ძმაკაც უთხრას რაღაცა რომ გავიდა ძმაკაცები ეგრევე შეატყეს და ერთ-ერთი მე ბავშვობის მეგობარი ძმაკაცმა უთხრა რომ ბიჭო რა იყო რა მოწყენილი ხარო და რა მოწყენილიო მაგის ზედავატი რომ ეგ ჩემი ხელი ტაჭკა ჟანგიანი ხელი ტაჭკაო მამპარელი და წაიღეო ქვეყანაო განვითარებული არისო მერეო და ადევ ეს საპატროლოშიო ვიდეო განაცხადეო იქნებაო რაღაცაო შენცაც კარგი იყოსო იპოვო და ანა ეგრე მიხედა და ჯო ფერი უთხრა თუ სერია ერთი გამაგებინე ვიტკინი მივიდა ფერი უთხრა თუ სერია კარგი ენას უკიდებს ბავშვო ეს ვის ისტორია ეხლა შესავალი არ გინდა შეგენაცვალე მე გეტყვი შესავალი არ გინდა სუფრაზე ხართ და მე არა ეს სხვა ამბავია რას მელაპარაკებ აი სანამ დალევას დავიწყებდით ღრმა ბავშვობაში მოკლედ ერთი მეგობარი მყავს რა ტამტამზე უკრამს მოიკითხა მაქედან სახელი და გვარი რო გამოაცხადო შეიძლება აღარ ჩამიშვაში გას არტჭალა ვეღარ გადმოეცდები ოღუში კიდე მემუქრა მაგრამ მოკლედ ენას უკიდებდა რა ბავშვობაში და მამასთან მივიდა რომ მამიო 20 თეთრი მამეციო და რა სამშვილი რა თქმა 60 კაპიკი
დაუთვალა. კი უნდა ვიყიდო. კარგი. ერთი ეს დოლი მანდილოსანს გადმოუტანი, მე მგონი რომ აუცილებლად. აი ყველა ინსტრუმენტი უხდება შემსრულებელს, ხო? თქვენ მღერით. არაფერი ინსტრუმენტზე არ ვიყო. როგორ არა? ფანდურზე. ფანდურზე ვიკრავ. ჩვენი ბატონი გიორგი გარმონზე. კი ბატონო, დავბრძანდით. ესე იგი თვითნასწავლი ხარ. დიახ. შემოსავლის წყარო არის ხა თქვენსკენი, რასო დადიხართ იქ. თუ როგორ არის? არა, ყველა ჩვენ ნაცნობი ჩვენ გვირეკავს. ყველა ნაცნობი მაშინა ვხდებით. ყველა ნაცნობი მაშინა ვართ. რა შემოსავალი უნდა იყო არაფერი არა. უგთა კლიენტები იყავს. ხო იცი? მითხარი ერთი რამე რა, როგორ ფლობ ამ ინსტრუმენტს? გააქვს შენი ინდივიდუალურად თუ აკეთებ რამე ისეც? დიახ. აი ექსპერიმენტად გვაჩვენო, შეგიძლია? რამე დაუკრათ ერთად და ეცი რა მაინტერესებს ხა რატომ აიდა მაინც დოლი და არა მაგალითად ვიოლინო არა ვიოლინო ახლა ემალის გასრულებს ძნელია ვიოლინო რა უკრავ ფანდურზეც უკრავ მაგრამ ვიოლინო რაღაცა ძალიან არა ძივის და გესმის გარმონზეც უკრავ დიახ მოსახლე ფანდურზეც უკრავ ყველაფერი თქვენ მოქალაქე დიახ ვიოლინო ემალის გასრულები ძნელია და ეს მოდი ბავშვებო ხა მოვისმინოთ ის სიმღერა რასაც თქვენ თვლით რომ კარგია მადლობა სტუმრობისთვის წარმატებები ნახეთ თქვენი შესრულება რამდენიმე ვიდეოში და ყველაზე ატაცებული სიმღერა არის მე მგონი რომელიც აიტაცა მაყურებელმა ის ერთი და მთავარი ხო ხვალ მივდივარ ალაზანზე ხო და აბა მადლობა წარმატებები გურჯანს განსაკუთრებულად, ქიზღის განსაკუთრებულად და აბურთიდან მოედანი და გელოდებით. მოკლედ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს მოკეიფებს, დავრტმელებს, მურიშამელებს და უთმოთ. ხوار დაგვავიწყდა, რამე ხوار ქვიათ ანსამბლს. როგორ ანსამბლს არა ქვია, მაგრამ წეღან იძახტა უნდა მოვიფიქრო, აბა რა ქვია? მოიფიქრე? რაღაცას რომ ანსამბლი აქა-იქა ხوار დავირქვათ მე, ყველგან ოკეი. ყველგან ოკეი. აქა ვიკრიბებით ხოლმე და. კი ბატონო, იყოს ანსამბლი აქა-იქა. ანსამბლი აქა-იქა. მოკლედ რა არის, წეღან მათამ რო გითხრა, ფულს ჯერჯერობით ვერ შეუღლობენ, მაგრამ სამაგიეროდ ფშივრებით არ იქნებით, ამის ძიმეთი მაგ. არა, გასვლა არ იქნებით. კარგით. გვაჭმევენ. კარგით, მადლობა და აბა გისმენთ.
ლოცულობს ქართველი გაბიჯვარას იძებს ახალ სანთეს აისე გამოდის Adina